გვემუქრებიან რითი მოიყვანე ბალაძე. ბალაძე ჩვენ არჩევლებს ბალაძე ვინ არის? ბინის მეპატრონი. გუმბათის. ანუ კომპანია გუმბათი, რომელმაც ააშენა თქვენი კორპუსი, ხო? შვენიერი ხედით არაჩვეულობ ბინა ჩაგვაბარა. დაპასუხი მოხოთ 7 წლის განმავლობაში ხო? დაპასუხი მოხოთ ეხა იმას. ანუ პასუხისგებლობას იხსნიან ეს მფლობელი ვინც არის არ ვიცი. ანუ გვაწერენ ეხა ვიცი ჩვენ ანუ ვერ ხვდები რა სახლი იგზავნება ეხლა მანამდე არის სახლი იცარება. ანუ სახლში ელემენტარული სადამდეა ყოველს მაგათი სტანდარტებია. ამის იქეთ არ შეიძლება ახლოს ამოიწყოს. ეხლა რამ ხელაზია. დაშორებულია 25 მეტრიო, ასეთია. ისეთ არ შეიძლება ამას კიდე გიახდა. ამას შეხედეთ ადამიანებო, უბრალოდ ცირცხვილია რა. ვაფშე რომ უვიცი იყოს ადამიანი ის მიწება რომ არ შეიძლება აქ ამოწია. ამ ხელა ბინა ელემენტარ ერთი დეკანო დამტარებულია. ამდენი გიგვაქვს რომ შემთხვევა რომ მაგალითად რამდენი ადამიანი გადაიწვა და მოხდა. ვინმა პასუხისმგებელი ჩვენ ამას დავიძინებთ ლამაზად. შვილიშვილები მყავს, პატარები მყავს და შიშის ქვეშ ვიძინებთ ხალხო. ერთი დაქანება და დამთავრდა. მაგრამ რატომ ვითხოვე წინა კომპანიის მესაკუთრების მოსვლას უკვე ადგილზე? იმიტომ რომ ბზარები მანამდეც იყო ამ კორპუსში. პასუხისმგებლობას იხსნიან თვითონ. მანამდე როგორი თვითონ იხსნიან და ნახონ, ესე იგი მერი არა ხო შეიძლება გიდადგენა. თუ ადამიანები ადგილდეს რამდენი ხნის წინ გაჩნდა ეს ბზარები და ეს უკავშირდება თუ არა იმ ბზარებს. შევჩვილი ელემენტარული აქ დილა სადგები და გამარჯობა სიტყვია შეიძლება ამ ხელა ასე ახლოს ბინები გაგვახჩონ ბარემ და გვახჩონ და აღარ მოგდეთ ელემენტარული ცხოვრების არაფერს არ ხო ანუ სივრცეც იხშობა ხო თქვენს კორპუსში გარდა იმისა რომ ბზარებია ნახეთ ხოთი რამტომერია და ვიხჩობ პანჯერას ვერ ვაქვს დაფხული მოდის მithumetet არ უნდა გავაღო პანჯარა ანუ სინათლე შემოვა ისევ თქვენს ბინაში როცა ეს სინათლე ტვერი სინათლე ხმაური სინათლე კი არა მეზობელი რო ხიც ერთი რაღაცა გამარჯობა შემოვა მეზობელი შენთან მარტივად ამ კორპუსიდან ელემენტარული პანჯარა ანუ დღისი და ღამით პანჯრები უნდა ქონდეს დახურული კარდები რომ ელემენტარული ახ ადამიანები ცხოვრობ ხო ვერ ვიცხოვრობ რომ პანჯრები გავახვდეთ დავიწყოთ რატომ გაიცემა ასეთი ნებართვები თქვენი აზრით ბათუმის მერიაში? რატომ გასცემენ ასეთი კანონობა ხაბა რომ გიქონდეს ნორმალური იგი ამას არ მიცემდა უფლებას, იმიტომ რომ არ არის ხელა დაშორება და მაგალითად ჯერ ერთ რო აშენდა ეს ვინც გაცა აქ რო იყო აშენებული იმ პირობით აშენდა რომ აქ არ უნდა აშენებულიყო ან 2 საათის მეტი არ უნდა ეს არ უნდა დანგრეულიყო. აქ იყო საერთოდ დარბაზი ბაგრატი ხო? კი ბატონო და ეს არ უნდა დანგრეულიყო და ეს იმით ჩაბარდა ეს და იმით იყიდეს ადამიანებმა სახელმწიფოებმა. მე მაგრამ მოიპოვა ნებართვა ახალმა კომპანიამ რომელიც აშენებს მრავალსართულიან კორპუსს. ეს არ უნდა დანგრეულიყო ჩვენ თავში ესე ვიცოდით.